უბნების მიხედვით განსხვავდება ფასები. უბნების მიხედვით? კი, ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვაკის შემთხვევაში საიჯარო ქირა 6%-ს ცდება დღეს რო ვიქირაოთ ფართი, ხოლო გდანი ნაძალადევის და გარეუბნების შემთხვევაში 2.5%-დან 3%-მდე არის ფასთაშორის ხვევება და მე სულ 3% მაქვს მოგება და გამოდის რომ თემქის ფასი რო დავატო ვაკეში მინუსში ვარ. ესე იგი, ფასები აისახება, ფასებზე მოქმედებს ქირა. რა თქმა უნდა, ქირაც მოქმედებს. პირველია ქირის ნაწილი, ჩემ შემთხვევაში ეს პირველად მოხმარების პროდუქტებზეც იგივე ვრცელდება თუ ის დაცულია შედარებით რამე მსგავსი პირველადი მოხმარების საქონელი სხვადასხვა უბანში არის სხვადასხვა. სხვადასხვა უბანში სხვადასხვა როგორ მაგალითად ერთ უბანში თუ ზეთი არის პირველადი მოხმარების, სხვა უბანში შეიძლება ზეთი არ იყოს პირველადი. ერთ უბანში თუ იყიდება 5 ლარიანი ზეთი აქციაში, მეორე უბანში იყიდება ავედოვი 8 ლარად აქციაში. ნუ ეს უკვე ფასებია, თორე პროდუქტი ერთი და იგივეა პირველადი მოხმარების ზეთის. არა, განსხვავებულია. აი ეს კარგად ამიხსენით ეს რა. აი ნახეთ, ყველაზე იაფი პროდუქტი, მაგალითად, ავიღოთ თემქის და ვაკის შედარება, მე ორივეგან მაქვს ობიექტი. თემქაზე ყველა 5 თეთრიანი განსხვავება შაქარზე სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში არ მოქმედებს. ანუ ვაკეში შაქარი არ აინტერესებს მომხმარებელს 80%-ს. 20% უყურებს იმას, შაქრის ფასი. კონკრეტულად რა. ანუ რატო ვაპელირებ იცით შაქარს? ყველაზე მაღალი გაყიდვა აქვს რა. ჩვენც იმიტომ შევიკრიბეთ აქ რომ ეს ყველაფერი მოვისმინოთ თქვენი ხედვა და აი ზუსტად მაგიტო ვართ აქ შეკრებილი რომ მაქსიმალურად შევაგროვოთ ის რეალობა, ის ინფორმაცია და ის გადაწყვეტილება რისი მიღებაც მოგვიწევს და რეკომენდაციის გაცემაც იყოს საფუძვლიანი და არგუმენტირებული ზუსტად იმაზე. ამიტომ არის საინტერესო ეს თქვენი სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მოთხოვნა პირველად საქონელზე. ხო, ანუ არასწორად რო არ გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად საუბრობთ და უბრალოდ ინტერპრეტაცია რო არ მისცენ. უბრალოდ სხვადასხვა ქცევის მოდელები აქვთ მომხმარებლებს უბნების მიხედვით და ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ ამას თქვენ ითვალისწინებთ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვაპელირებთ იქ შაქრის ფასზე, იქ უკვე სხვა რაღაცის ფასზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც იმ მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი, რაზეც ის შემოდის რა.